ნათესავები გაწერის დღეს. აბა გოგოებო, რა ვქნათ, თუ ჩვენ ძალიან ბევრი ნათესავი გყავს და ყველას უნდა ჩვენი პატარა, შვენიერი ბეიბი აკოცოს, ჩაიხუტოს და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. პირველ რიგში საჭიროა ცოტა საზღვრების დაწესება, ხომ ასეა და ნათესავებს უნდა მივახვედროთ, რომ კი, თქვენ ჩემი ნათესავები ხართ, კი ძალიან მიყვარხართ ყველა, მაგრამ ბეიბი მაინც ჩემი ბეიბია და მე ვწყვეთ, ვინ შეეხება მას და ვინ არა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სამედიცინო დასაბუთება ამ ყველაფერზე. გრიპის, კოვიდის, იგივე კარიესის რისკ ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს უკვე ახალშობილ ბავშვებსაც კი და ასევე ჰერპესი, რომელიც მართლაც ძალიან საშიშია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან საშიშია, განსაკუთრებით ნეონატალურ პერიოდში. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან საშიში რამეებია. დიახ, მართალია, ბავშვი იღებს იმუნოგლობულინებს თქვენი დედის ვრცით, მაგრამ ეს მაინც საშიშია. ამიტომ ძალიან გირჩევთ, რომ ყველაფერს ყურადღებით და კონტროლით მიუდგეთ. საერთოდ ნათესავები ჩვენთვის უნდა იყვნენ ინსტრუმენტი. ჩვენ თვითონ უნდა ვმართოთ და გადავწყვიტოთ, სად გვჭირდება ისინი და სად არა. ამიტომ გთხოვთ დაიმახსოვრეთ ეს ინფორმაცია და არასდროს არანაირი გარემოების მიუხედავად, თუ თქვენ არ გსურთ არ მივშვა სხვა ადამიანები თქვენ შვილთან.